ეს მანქანა სრულიად ახალი, 3 წლიანი გარანტიით ღირს $23,000. $22,000 რა გააჩნია კომპლექტაციას. რა სიყიდი $23,000 საქართველოში. პარკინგ სიყიდი აქსის ტაუერში. იყიდი მიწას, რომელიც რეკრეაციაშია და ზედ ვერაფერს ვერ ააშენებ, ალბათ იყიდი 1000 კვადრატულს მაქსიმუმ, მეტი ვერა. შეგიძლია იყიდო მეორადი X3, რომელსაც გარანტია არ მოყვება და თუ რამე გაგიფუშტა შენი თავის ტკივილია. ეგ არის რა. უპროცენტო ლიზინგი რო გააკეთო $23,000-ზე, თვეში გიწევს დაახლოებით $380 გადახდა. თუ იქ დააზღვევა, შემაზღვევა რაღაცეები დაემატება და $400-ზე ავა. თვეში $400 იხდი და ყავს ახალი მანქანა, რომელსაც აქვს გარანტია და აქვს დაზღვევა. ასევე წვავს 5 litrს, თუ რამე გაუფშდა შენი თავის ტკივილი არ არის. მოდი ახლა განვმარტოთ ციფრების თვალსაზრისით ეს რას ნიშნავს. მე ჩემს ცეკლაში თვეში მინიმუმ ყველაზე ცოტა 1000 ლარ ბენზინს ვასხამ, ხო? მინიმუმ. ეს არის ყველაზე ცოტა ხარჯი. ნუ მამდეს დავდივარ, რა გავაკეთო. გარდა მაგისა, მე მაქვს სვეჩების ხარჯი, ზეთის შეცვლის ხარჯი, რამე თუ გაუფუჭდა მაგისი ხარჯი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ჩემი გასტუმრებელია რა. გამოდის რომ მე შემიძლია იმ ფულით, რასაც თვეში საწვავში მოვახმარ ჩემს ცეკლას, ვიყიდო ეს ავტომობილი და 5 წლის მერე მანქანა დამრჩება. ანუ თუ 5 წლის განმავლობაში ეს თვეში 1000 ლარი და წელიწადში 12000 ლარი, რომელიც 5 წლის თავზე 60000 ლარია, მე ჰაერში მექნებოდა გაფანტული, მე შემიძლია ეს მანქანა შევიძინო და 5 წლის მერე ამ მანქანას 7-ში ხო გავყიდი. 20000 ლარის პლუსში ვრჩები. რა ვიცი, რა გითხრათ სხვა. აი ამდენად იაფია ეს ავტომობილი.